მოსკოვის სოხუმშორის დაწყებულ უკანონო ფრენებს ოფიციალური თბილისი დღეს სპეციალური მიმართვით უპასუხებს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ხდომაა დანიშნული. დეპუტატები რუსეთ-აფხაზეთის სატრანსპორტო თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააპროტესტებენ. ლაშა მიქაძე გააშუქებს დღევანდელ ხდომას, ლაშა თუ არის უკვე ცნობილი მიმართვის შინაარსი. დიახ, პარლამენტი დღეს მიიღებს სპეციალურ მიმართვას, რომელიც ძირითადად იკაოს სახელზე იქნება შემუშავებული. იკაო გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში ფრენებს აკონტროლებს და რომელიც გაეროს ექვემდებარება. ქართველი დეპუტატები ითხოვენ, რომ ამ ორგანიზაციაში რუსეთს ჩამოერთვას წევრობის უფლება და ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით განახორციელებენ ფრენებს, დაუწესდეს სერიოზული სანქციები. სწორედ ამ თემაზე იქნება მსჯელობა დღეს პარლამენტის ორი კომიტეტის გაფართოებულ ხდომაზე და ეს გადაწყვეტილება ქართულმა დეპუტატებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საკითხი იქნება რუსეთის მიერ, ფედერაციის მიერ, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით, სანავიგაციო ნორმების დარღვევით, აფხაზეთში ფრენებთან დაკავშირებით და შესაბამის კოდის მინიჭებასთან დაკავშირებით, თქვენიც რამოდენიმე მიმართა უკვე იყო გაგზავნილი იკაოში საერთაშორისო სანავიგაციო ორგანოში. ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ იმ სხვა ბერკეტებზე, სამართლებრივ ბერკეტებზე, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, არამედ იმავე კომპანიების წინააღმდეგ, რომელიც ამ ფრენებს განახორციელებენ. ჩვენთვის თავარია ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენება, აქ დარღვევების დროს ამ შემთხვევაში საფრენ საშუალებებზეა საუბარი, არსებობს იკაოს წესდება, რომელიც იძლევა საშუალებას ორი მიმართულებით მუშაობის, ეს არის რუსეთისთვის ხმის შეჩერება იკაოში და გარდა ამისა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც განახორციელებენ უკანონო ფრენებს, იქნა სანქციები გამოყენებული.